გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Wild-ს. დღეს წამოსული ვარ ძალიან დიდი ბარგით. შეხედეთ ჩანთას, აქ არის ახლა ორი კაცის ბარგი. მე და ნია ვარ წამოსული, ჩემი და აქ წამოღებული მაქვს ღუმელიანი კარავი დღეს. ამოსულები ვართ ტყეში, საკმაოდ შორს და მაღლა. ალბათ გესმით კიდეც ყოღოების საშინელი ხმა, რომლებიც ვერ გვიკარებიან, სპრეი დავისხით, ეგრევე მოვედით თუ არა. დღეს აქ დავრჩებით, გემრიელობებს მოვამზადებ, საინტერესო დღე იქნება, ღამეც გავილი ფოტოხაფანგსაც დავაყენებ იმ იმედით, რომ რაღაც გამოვიჭირო და მოკლედ მეგობრებო, ჩაუჯექით და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. რამდენი არიან, ერთი რომ მაქვს ცეცხლი დავამთო გარეთ. საშინელება სერიოზულად გეუნებით, აი ყოღოები ისე არ მიყვარს, რომ აი ლამისაა ხოლმე, რომ ტყეში აღარ ვიარო რა. სპრეი მასხი ამკბენენ, მაგრამ აი რო წუიან გარშემო და აი რო ხედავ რაღაცებს მეზიზღები. საკვამლური ხო გახსოვთ რომ გამიფუჭდა ძლიერ ქარში რო ვიყავი და რო გადაკეცა ქარმა. ახალი გამოვიდა. მიახლა ამის პრობად გადაქცევა იქნება ტანჯა, იმიტომ რომ სანამ არ გამოიწვება ასე რო ვთქვათ რა. მანამდე ფორმას არ იღებს თავის ის. ახალია? ხო ეს თუ ახალი, ის რო გავშალო, ეს რო გავიქნიო უკვე საკვამლურის ფორმას იღებს. ამიტომ გამოსხარა. რა ღრმად გავიჭერით. მეგობრებო, ახლა წინ მელოდება სადღაც 9 საათიანი ტანჯვა, რომ ამას მივცე საკვამლურის ფორმა. როგორც იქნა ხელები თუ დაჭრილი მაქვს. ეს ცოტა მიჭეჭყილევითაა, მაგრამ მე შემდეგ დაკეცვაზე გასწორდება, რა მთავარია გაჭრილი და გახეული არ არის. ან თავიდან ასეა ხოლმე ყოველთვის ფორმა ხო არა აქვს მიცემული, რომ აი ესე სისწორეზე და წრეზე გაიშალოს და მაგიტო ასე. მორჩა ეს მზად არის. ტრადიციულად ამას დიდი დრო მიაქვს ხოლმე და ეგრეც არის დღეს. დღეს მოკლედ ესე ვფიქრობ, რომ სანამ ზაფხული იქნება, ან მოკლედ სანამ არ აცივდება, არ აგრილდება მაინც აწვიმებიანი, წვიმიანი სეზონი და რაღაცა, მანამდე ესე ფოთლოვან ტყეში საერთოდ აღარ წამოვალ არასდროს რა. საშინელება არის. ვივლი ძირითადად წიწვოვან ტყეებში და უფრო მაღალმთიან ადგილებში, სადაც ასე არ არიან ყოღოები, თორე საშინელება. ახლაც არ ვართ დაბალზე, 2200 თუ 1300 მეტრზე ვართ, მაგრამ ფოთლოვანი ტყე არის, უფრო მეტი ჩრდილი არის. მეტი ჩრდილი რო არის, მეტი ნესტიც არის, ზოგან ბუნებრივი ტბორები არიან, წყალია ჩაგუბებული, მაგრამ ყოღოები კვერცხებს დებენ, იჩეკებიან და ის საშინელებაა რა. ეგეთ ფიუშკებით, აი ეს წყალი ძალიან რა თავარია მაგრად. ესა გიზგიზდება უცებ. დღეს ღუმელი მაინც წამოვიღე ახლა, ღამე ისეთ სიცხე არ იქნება, არც ციცივი არ იქნება და მცირეოდენი სითბოს სასიამოვნო იქნება, ზედმე მე წყალსაც ავადუღებ, საღამოს ყავას გავაკეთებ რამე. აქ თემაში იყოს ღუმელი თან.
რო დაღამდება რაღაც დროით სანამ დავიძინებ ხუმელს დავტოვებ რომ კოღოები არ იყვნენ კარავში რა მე დავხურავ კიდეც და იგი ეს შიგნიდან სუმშრალია და ღუმელზე გამომადგება თორე სუსველია ტყეში შეშარა ტროპიკული ტყესავითაა დაი არაფერი არ არის მშრალი ფაქტობრივად ესეთ ხმელს თუ ვიპოვი რაც დგას ჯერ კიდევ რაც არ წაქცეულა მეგობრებო, ძალიან არ მინდა რომ წინა ვიდეოს ბედი გავიზიაროთ დღესაც. ხო გახსოვთ წინა ვიდეო? კოღოებმა რო არ დამაძინეს და ღამით რო წამოვედი ტყიდან. გონი 4 იყო თუ 5 რო წამოვედი. დღეს კიდევ ბევრი მანძილია უფრო გასავლელი. მეტი. იმედია ღამე წასვლა არ მოგიწევს. მია ისე შეგეშინდება? ვერ გავიგე? ტურა თუ შევხვდა გზად. რამე. ამას დავამტრევ და ეს იქნება კოცონის უკვე. ტაისონი ხეებს ჭრის იქით ისეთ ხმები გამოდის. მაგრად მომენატრა ღუმელიანი კარავი. ეს იქნება შამპური. ახლა რამ ხელა შამპურიანია გეგონება, ხა ტახი უნდა აცვანო. ქაურობა მზად არის, მოსამზადებლად. ესეც ქათამი. მია ქათამზე ციას ფიქრობ? აუ თავიდან ფიქრობდი აჯიკაია რომ წამოვიღეთ, იმას წაусმევ და ისე შევწოვთ ხო რა. ხო და გარედან რადგან კანი აქვს, ხან პატარაზე მეზარება კანის გაცლა. თან კანის დაიბრაწოს გემრიელი იქნება. ავაცმევ ამაზე, უბრალოდ შევწვა, მარილს მოვაყრი რა. და მე ხო ფიცარზე მე დავჭრი ნაწილებად უკვე რო შეიწვება და მე აჯიკაია ისე მივაყოლოთ. ნია კისერს აქვე წავაჭრი. აბა გავტესტოთ შავხანი როგორი არის ძვალზე. ოჩო ეს გასუფთავებულია შიგნიდან. წაიშო კისერი რომ მოგცე აზრი არ აქვს, შენ სოფლის ქათამს არც კადურულობ. თან მით უმეტეს ესეთ ნაჭრებს კისერი რაღაცეები და მაგას ფოტოხაფაკს რო დავაყენებ იქ დავუდებ. აი ესე ფრთები ხო არ მოვაჭრა. ფრთებს ჭა? არა. არც მე. მაგაში ჭამს ტაისონი? სოფლის ქათამს რო დავაკვირდი არ ჭამს. არ ვიცი რატო. ახლა მას მარილს მოვაყრი და ეგ არის. აჯიკაია სვანური მარილი.
ეს ცასი აქ იყოს. აქეთ გადმოვუტა მე კარგად ნაკურჩხალსაც და ცოტა არსაც. აქ წამოვიღე ქათმის ხორცი. ახლა დავაყენებ აქ. ცოტა მაღალზე იყოს. ეგ არის. ნახოთ აბა რამეს თუ გამოიჭერს. მაინტერესებს აბა დილას რეები დამხვდება. ჩემიდან არც ძალიან შორს არის, არც ძალიან ახლოს. თან ისეთი ადგილია წინ სწორი რაღაც ბილიკივითაა. და მგონია რომ მაგაზე ივლიან ცხოველები. თუ რამე მოძრაობს აქეთ. მოიღრუბლა მეგობრებო და იქნება სუბუქი წვიმა წამოვიდეს ძალიან კარგი იქნება. არ გაგაცანით ჩემი ახალი ვიქტორინოქსი, იმიტომ რომ ვიდეოში ნახავთ, ახალ ვიდეოში. მაგას დავდებ სადღაც ალბათ აგვისტოს ბოლოსკენ ან სექტემბრის დასაწყისშივე, ან პირველივე რიცხვებში. ან უფრო ვფიქრობ აგვისტოს სუსუ ბოლო რიცხვებისკენ რა. მე და ნინი ვიყავით ხევსურეთში. ძალიან მაგარი ადგილები მოვინახულეთ, აი საოცრება იყო რა, დავჭით, 2 დღით ვიყავით წასულები. მაგარი თავგადასავალი გქონდა. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე იყო რა ჩვენს ცხოვრებაში და წინასწარ დავწერ მე მაგ ვიდეოს თარიღს. აი ნიავიც წამოვიდა. მეგობრებო, სულ ვცდილობ ხოლმე რომ აი ამის კვამლი არ შევისუნთქო და არ თვალებში შეუშვა და გეტყვით რატომ. თავს ატკიებს რა, ეგრევე თან. თან ძალიან ცუდად ატკიებს თავს. სხვადასხვა მოწამლად შეუძლია ადამიანის. კარგად თუ შეგეძლიათ ნაჯახის კონტროლი, ქვაზე დაჩეხით რა, თორე ქვას თუ დაარტყი, გააფუჭებ, აბა აქ მიწაზე ჩეხოს აზრი არა აქვს. ესე ზომიერად ურტყავ და ქვას აღარ დაარტყავ. და შენებულ კადრში რომ ნახო ზუსტად ეს იქნება, სადღაც აქ რო ჩადიხარ, უცებ ესეთი გამოვიდა. სოფლის კათამინია სუსხაა რა. აბა გავხოხოთ. ეს არის ყოველთვის უფრო გემრიელი რა. ისეთი რომ არაზოს მოგწენდება კაცს. აქ აჯიკაი ეს წითელი ცხარი აჯიკა. უხრა კაი სუნი აქ. გავსინჯო. ძალიან მაგარია. კიდე არ დამიწეროს ამ ვიდეოში მე ნიას რატო არ აჩენ. ნიას არ ვაჩენ კი არა, არ უნდა. ჯერჯერობით არ უნდა. ამიდმა წვიმა გადაიფიქრა. ზე გამოვიდა. ამებს დავაკუცმაცებ. დასანთებად ესენი კაი იქნება. ნაძვია. წინასწარ მქონია. არა, ნაძვი კი არ არის. ეს აქედან მაქვს წაღებული. თავის დროზე მახსოვს, ხო, ეგ არის.
ბოლოს რო ვიყავი ამ კარვით ლაშქრობაზე, მაშინ წამიღია. ვიტამინ ფაუერის whey პროტეინის დრო დადგა. ეს არის ვიტამინ ფაუერის whey პროტეინი კაპუჩინოს არომატით. whey პროტეინი გავსინჯე ვანილის და ის ძალიან გემრიელი იყო. ანუ ესეც გემრიელია, მაგრამ იმას მირჩევნია პირადად. ის მირჩევნია უფრო სწორად. კიდევ მაქვს მარწვის, რომელიც ჯერ არც გამიხსნია და ნახოთ, აბა მგონია რომ მარწვისიც ძალიან მაგარი გამოვა. მეგობრებო, ერთი რაღაც მინდა თქვა ზოგადად საკვებ დანამატებზე, რა, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე ესეთი კომენტარები, მაგ ქიმიებს ნუსვავ, არ შეიძლება, ვიდეოში ნუაჩენ, აი ეგეთი სისულელეები რა. ხალხი ვიდეოებში ალკოჰოლს, მოსაწევს, 1000 საშინელებას, არაჯანსაღს აჩენს რა. ყველაფერი რაც არაჯანსაღია, არის ცუდი თავისთავად. გემრიელია, სასიამოვნოა, ის არის, ეს არის, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდია რა. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ვინც გარკვეული არ არის საერთოდ. მაგალითად, ჩემ მშობლებსაც თავის დროზე ცუდი ეგონათ, ეშინოდათ, აეგეთები არ დალიო და რაღაცები, იმიტომ რომ არიციან რა. ვიღაცა რაღაცა სისულელეს გავრცელებს და ეს ხალხიც უჯერებს. საკვები დანამატი, სიტყვა გეუბნება, საკვები დანამატი. დანამატია რა, ეს არის სუფთა ცილა, არაფერი ცუდი ამაში არ არის. აგერ არის უკან ყველაფერი. ვიტამინებიც არის, ამინომჟავები არის, ცილა რაც მთავარია ამაში. ეს არის 31 გრამი ცილა ერთ პორციაზე, ანუ ერთ კოვზე, ნახშირწყლები, მცირეოდენი ცხიმები. არაფერი ცუდი არა, ანუ ეს ჩემი აზრით ცუდად იმიტომ ასოცირდება, რადგან ტიპები, რომლებიც ვარჯიშობენ და დაკუნთულები არიან, ამას სვამენ და მორჩა. მაგიტო აქვთ კუნთები, მაგიტო იზრდებიან და ასე შემდეგ. ეგ არის სისულელე. არც ერთ საკვებ დანამატს არ აქვს ძალა, თუ ადამიანმა ვარჯიშით, კვებით და სწორი ცხოვრებით, რაშიც შედის ის, რომ ყველაფერი ცუდი ამოიღო, სწორი ძილი ქონდეს და რაღაცა, თუ მაგით ხელი არ შეუწყო, აი ამეებს ძალა არ აქვს. დავჯდები მე სახლში ამეებს მივიყრი, დავვლევ რა ყოველ დღე, დიდად კვებას არ დავიცავ, დიდად არ ვივარჯიშებ ისე როგორც საჭიროა და როგორც ლაშა მაგრად მოვარჯიშებს. აი რა შედეგი იქნება, ჩემი ფეხები არაფერი რა. ამიტომ ეგეთი რაღაცები ნუ გონიათ და ეგეთ რაღაცებს ნუ წერთ, სისულელეებს. ცუდად არ გამიგოთ. უბრალოდ არ იცით და მორჩა. თავის დროზე მეც არ ვიცოდი წლების წინ. და ძალიან წლების წინ ვიძახი რა, ალბათ გარდატეხის ასაკში რო ვიყავ, შეიძლება მეც არ მცოდნოდა და გონებოდა რომ თუ ასეთ რაღაცას დავლევდი, უფრო მაგრად დავიკუნთებოდი და რაღაცა. მახსოვს 18 წლის ვიყავი, მაშინ გარეთ ვარჯიშობდი ხოლმე, ტურნიკი ორძელი და ასე შემდეგ. ხო და ის რა ქვია, კვებას დიდად არ ვიცავდი, რა ვიცოდი მე კვების დაცვა. სვავდი პროტეინს და მეგონა რომ ძალიან მაგარ შედეგს დავდებდი, დავიკუნთებოდი და ასე შემდეგ. 1 კილოც არ მომიმატია, იმიტომ რომ ხელს არ უწყობდი რა. ამას უნდა ხელი შეწყობა, არაფერი ამაში ჯადოსნური და ქიმია და ასე შემდეგ არ არის. მე დღეს რომ მაგარი შედეგი დავდე, ფორმაში მოვედი, კუნთოვანი მასა მაგრად მოვიმატე და ასე შემდეგ და ძალა გაიზარდა, ეს ამის დამსახურება კი არა, იმის დამსახურება პირველ რიგში რომ სწორად ვიკვებები, სწორად ცხოვრობ და მაგრად ვარჯიშობ, ლაშას დამსახურებით. ეს არის დანამატი. საკვები დანამატი, მორჩა რა. უნდა მეთქვა რა მეგობრებო, რაც გითხარით, იმიტომ რომ ჩემს სანაცნობოშიც გარშემო აი სიტყვაზე მეგობარი ან ნათესავი არიან ეგეთი ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ სიტყვაზე მე შედეგს იმიტომ ვდებ, რომ აი მეებს ვსვავ, რაც არის ძალიან დიდი სისულელე. თუნდაც ავიღოთ იმაზე ადამიანებზე, რომლებიც მოიხმარენ სტეროიდებს. ტიპებს გონიათ, რომ ეს ადამიანები ნემს იკეთებენ, ან სტეროიდს გულისხმობ. ვინც უკვე ნატურალი ბოდიბილდერი არ არის, სტეროიდებს იყენებენ და მორჩა რა, სტეროიდების გამო არიან ეგეთი მაგრები, ეგეთი დაკუნთულები, ეგეთი ძლიერები და ასე შემდეგ. ეგ არის ძალიან დიდი სისულელე. ყველაფერს აქვს თავისი ეფექტი, ყველაფერს უნდა თავისი ხელშეწყობა, რომ იმან იმოქმედოს. ამიტომ ვინც სპორტულ თემაში ასეთ რაღაცებში დანამატებს, სტეროიდებში და ეგეთებში ვერ ერკვევა, სისულელეა რა, მაგან არაფერი არ უნდა თქვას. ეგ კი არის ტიპები პირადშიც კი მწერენ ხოლმე რა, ინსტაგრამზე, რომ აი მაგებს თავი დაანებე. ქიმიები რა გინდაო? ხანდახან მეცინება უკვე და პასუხს არ ვცემ ადამიანებს და აბა რა ადამიანს რომელსაც ასეთ რაღაცეებზე განათლება არ აქვს, ასეთი რაღაცების ცოდნა არ აქვს, აზრი არ აქვს იმასთან საუბარს ხება ამ პროტეინს ძალიან მაგარი არის. 31 გრამი ცილა ამაზეც თითო პორციაზე როგორც ის ბიფ პროტეინი იყო, უბრალოდ გემოს თემაში ბევრად კაია და თან ქაფსაც არ იტოვებს რა.
აი საჭმელებში ძალიან მაგარი არის. მე ცალკე ჩაგიწერთ სხვადასხვა რეცეპტებს, ვინც ვარჯიშობთ, ან მატებაზე ხართ, ან კლებაზე, ყველას გაგისტორდებათ ისეთ რაღაცებს ჩაგიწერთ. შორთებში ვწდებ ხოლმე და შეიძლება დიდ ვიდეოებშიც მოვაქციო. აი ჯიპით ლაშქრობებზე უფრო შეიძლება, რასით პირობებში ასეთი რაღაცების მომზადება მაინც ცოტა უფრო რთული არის. და კაპუჩინოს ყავო თუ გიყვართ, კაპუჩინოს ეს პროტეინი მისწრებაა რა. სხვათა შორის ისეთი კომენტარები შემხვედრია, რომ ვარჯიშზე ნუსაუბრობო და ეგეთ რაღაცეებზეო. ერთმა დამიწერა კომენტარი რაღაც პერიოდის წინ. მიირთვით აისონ. ან ტყე და ვარჯიში რა შუაშია ერთმანეთთან, ესეთი კომენტარი დამიწერა ვიღაცამ ადრე და კი გავეცი მაშინ პასუხი, მაგრამ აქაც ვიტყვი რა. ზოგადად მე ჩემს YouTube არხზე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის რაღაც კონკრეტული კონტენტი, რასაც მივყვები და როგორც YouTuberi ნახვებზე და რაღაცებზე არ ვარ, ქართული YouTube-ს გულისხმობ. აქ ვაკეთებ იმას, რაც მე მსიამოვნებს, მიხარია. როცა ვიდეოს ვდებ, მაგალითად, ღამის თევით, კარვით. შემიძლია მარტო აი ცეცხლის დანთება იყოს, საჭმლის მომზადება, კარვის გაშლა, შესვლა, დაწოლა, მაგრამ შუალედებში გესაუბრებით სხვადასხვა თემებზე, ჩემ რაღაცებს გიყვებით, რაღაცებს გიზიარებთ. ანუ ჩემთვის ეს არხი არის რაღაცა დღიურივით რა, ჩემ თავგადასავლებს გიზიარებთ და ამასთანავე ყველაფერს, რაც თავში მომივარო, თქვენ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ თქვენ ჩემი მაყურებლები, ჩემთვის ხართ იგივე მეგობრები. აი მაგალითად, რა შუაშია ხა ტყეში ლაშქრობები და ვარჯიში, ხო? სხვადასხვა ორი სხვადასხვა კატეგორია. ორივე რა თქმა უნდა ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა, მაგრამ მაინც ორივე სხვადასხვა კატეგორიაა, მაგრამ ვარჯიში რაც ჩემთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახდა და ყველაზე წინ ვაყენებ, აი ვიდეოებამდეც კი და ლაშქრობებამდეც კი, რადგან ეგეთი მნიშვნელოვანია, გიზიარებთ ჩემს შედეგებს, მე ზოგს აინტერესებს, რჩევებს ვაძლევ პირადი ჩემი გამოცდილებით და ასე შემდეგ. ამიტომ თუ იმე ეგეთ რაღაცას ოდესმე დაწერს, აზრად მოვა, იცოდეს რა, რომ ეს არხი არის ჩემი პირადი არხი, რასაც მინდა, როგორც მინდა და როცა მინდა, მაშინ ვიტყვი და ჩემი აზრით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ამ მხრივ რა. მე ხო არ მაქვს რაღაც კონკრეტული არხი და ნახვებზე ხო არ მუშაობ, რომ აი მხოლოდ იმ თემას მივაწვე და იმის იქით არ გადავუხვიო რა. მოვდივარ ჩემთვის ტყეში, ტკბები ვისვენებ, თქვენც გაყურებიებთ სხვადასხვა ადგილებს, გაჩვენებთ, გიზიარებთ გამოცდილებას ტყესთან დაკავშირებით და ისედაც ვზივარ და გიყვებით სხვადასხვა რაღაცებს. ახლა რაც ამ დანამატებზე ვსაუბრობ, ალბათ შეიძლება 1-10 წუთიც გავიდა, მაგრამ ვისაც უნდა და აინტერესებს, უყურებს და ვისაც არ აინტერესებს, მარტივია, უბრალოდ დააჭერ და გადაახო. სულ ეგაა რა. ხუმელის აგიზგიზების დროც მოვიდა. ეს კვარი წამოვიღე. 2 წლის წინანდელია შეგროვებული მქონდა. აურა კაი სუნი დააყენა რა და 2 წლისაა რა. მეგონა რომ სუნელიც აღარ იქნებოდა. კი. ამით წყალსავალ დუღებ და საჭმესაც გავიკეთებთ მერე და
ყავასაც დავლებთ. დღეს წამოღებული მაქვს იზის ორი კვება. ეს არის ჩილი კონ კარნე, არაზოს გამისინჯავს. იზის ახალი საჭმელი და მეორე ლობია ნიასთვის. და ისე კოღო დაგწდე და გიკვინა. ხო, აქეთ მოგროდნენო თითქოს არ იყვნენ ასე. ერთ წელი მაქვს მეგობრებო ზამთარი როდის მოვა, სულ სხვა მუღამი აქვს რა. აი ეს გამაღიზიანებელი არსებები რო არ არიან. წამოვიდა წვიმა მეგობრებო, უბრალოდ წინ წკრავს რა, ჯერ ისეთი წვიმა არ არის. ფოთლებიდან ჯერ კარგად ვერ აღწევს. ორი მაგარი ცეცხლი, ერთი გარეთ კოცხონი და ერთი კიდე შიდა ღუმელი. საკონის ხორცი, ხახვი, დაჭრილი პომიდორი, წითელი ლობიო, წითელი ბულგარული ტომატი, ნიორი, სანემ. აუ, რა მაგარი რაღაც იქნება ეს. 40 გრამი ცილაა თან ამაში. ძალიან მაგარი იქნება. ეს არ შევაყოლა. აუ, დამექცა ამაზე. ონია, ძალიან გემრიელი რაღაც იქნება ეს. შენი ლობიო ხო რა თქმა უნდა ლეგენდაა კი იცი. ასე გამოიყურება ჩემი ვახშამი. დარწმუნებული ვარ გემოც მაგარი იქნება. ღუმელის კარები ღია მაქვს მეგობრებო, რომ ცოტა ყვამლი გამოვიდეს სანამ ღია მაქვს. თვითონ კარვის კარებიც. ეს კოღოები დაიფანტო და მე კი დავკეტა. მაგიტო ამოდის წინ ცოტა ყვამლი. ამას ვერ გეწვევთ, აი ესო. წეღნარჭამის შენ საჭმელთან ეს ცხარია. ძალიან ცხელია. ოჩაღიზის მოკლედ ეს ახალი რაღაც შედევრია რა. ეს და ლობიოდგანან ჩემთვის პირველ ადგილზე. ცხარე შეჭმის შემდეგ ძალიან კაი არის. ხო ხურდები მაგ დროს რა. განსაკუთრებით სახეზე და თან თბილიც ხოჭამე და ძალიან კაი ახლა რო გამოვედი და აქეთ რო გრილა. კაი სიგრილია სხვათა შორის გარეთ. დიდად არც ეტყობა რომ ზაფხული არის. ღუმელისთვის შეშა აღარ გვაქვს. რაც იქნება ეს ნაკურჩხალი იწვის და იყოს მაინც გვიანი არის, მე დავიძინებთ კიდეც. ხამით ისედაც არ უნდა დატოვო ღუმელი ან თებული დახურულ კარავში, იმიტომ რომ ჟანგბადი სჭირდება ცეცხლს და შეიძლება ჟანგბადი ისე ამოიწუროს, რომ ძირში ვერც გაიგო და ღმერთო დაგვიფაროს ყარა და დაიღუპო. ეგეთ შემთხვევები ყოფილა თანაც არაერთი როცა კარავში დაღუპულან ადამიანები უჟანგბადობის გამო. ამიტომ ჯობია ხამით არ დატოვო რა. იქამდე დატოვო სანამ ღვიძავს, ძალიან ისე ფხიზრად ღვიძავს და არა მუთენთით და რამე. აუ ერთი სული მაქვს მეგობრებო ზამთარი როდის მოვა და ამ კარვით როდის წავალ. სადმე მაგარ სიცივეში, ძლიერ ყინვაში, თოვლში, ღუმელი, ბევრი შეშა, ძალიან მაგარი იქნება. გავიზრდებ მეგობრებო და დილიდან შეგეხმიანებით. თუ რა თქმა უნდა ღამით რამე მაგ გამოხვიცა. ახლა ღამის სტუმრები.
რაღაცის დაჭერის ხმა, რაღაც ღრნელის სავარაუდოდ. ხამის 4 საათია. 5:30-ია მეგობრებო, თითქმის და ფაქტობრივად არც მიძინია ჯამში, ალბათ 2 საათი რა. არ ვიცი აქ რა მჭირს. სახლში იდეალურად ვძინავს. არა, აი საერთოდ ვერ ვიცინებ. ალბათ კოღოებია მიზეზი. მას ვიზავა ეს. გათენდა მეგობრებო. ბოლო სადღაც საათნახევარი მეძინა რა და ისეთი კარგი იყო. მე ჩიტების ხმა გავიგე და მაგაზი გავიგვიწე და ავდექი, თორემ ძალიან სასიამოვნო იყო. ხამე ვერ დავიწინე რა. გამოსული ვარ მეგობრებო, ფოტოხაფანგის სასაღებად. მოდი აქ ტაისონ, მოდი. ნახოთ აბა. ჯერ ხორცი თუ აღებული. ტაისონ. დამელოდე. აუ, ვერ დავინახე. ტაისონი იდგა სუნავდა და მაგით მივხვდი. აი, ფრთები. და ის საქონლის ვთქი. და აი ქათმის ნარჩენები რაც იქით გადავაგდე მე. ანუ არაფერი მოსულა. წამო ტაისონ, წამო. წავედით მეგობრებო. დავეშვით, დიდი გზა გვაქვს წინ. ჩემ ჩანთას რაც მოაკლდა, ნია, წყალია მარტო და შენი იგივეა. ვისაც ეს ვიდეო მოგეწონათ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და სურვილი სამი ფარხის გამოიწერეთ. კი ნია არ დამაძინა ღამით, იმიტომ რომ ტუჩებზე მკითხა, რაღაც ტუჩები მიბჟუისო თუ მიხურსო თუ რაღაცაო და რამე მააქო და შევხედე და ტუჩები როგორი გასიებული აქვს იცით? აი ადამიანს რო ალერგიას მისცემს, ხო იცით და სახე რო უსივდება. ტუჩები, თვალის ქუთუთოები. აი ეგრე ქონდა რა და ყოღოს ნაკბენებიც ეტყობა. ან წარმოიდგინეთ, იმდენმა უკბინა რომ ალერგია მისცა. ყურები, სახე, ტუჩები და ცალკე მთელი ღამე ეს არ მაძინებდა. კოშმარული ღამე იყო რა. რაც თავარია. შემოდგომამდე მე ფოთლოვან ტყეებში დამბრუნებელი არა ვარ. საშინელება არა, ამას არც კოღოების სპრეიშველის არაფერი. ტყეში სხვა კოღოები არიან ახლა. ქალაქში რო დაისხა ან რაღაც დაანთო, სპირალს თუ რაღაცას რო ეძახიან მოქმედებს და აქ ეგეთი რაღაცები დიდად არ ჭრის. ამ ტყეებზე გადავერთვები უფრო მაღლათან. მოგეთ მეგობრებო, შევხვდებით სხვა ვიდეოში. აბა მაგრას თქვენ უყურებთ BBR-ს.